იქნება თუ არა საქართველოში მეცნიერება. მე ისეთ პროექტზე ვმუშაობ, რომელიც მარსზე აპირებს მომავალში გაგზავნას. ზიდან მოდის კორონალური მასის ამოფრქვევა, მას მოაქვს ბევრი ძალიან ნივთიერება, პლაზმა. ჩემი პროფესია, ჩემი აზრით, მეხმარება მე აი ზოგადი სურათის და დიდი სურათის დანახვა. ჩვენ როგორც სახელმწიფო, მე მგონია, რომ რეგიონში ყველაზე სუსტები ვართ. ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის ხო ცხადია, რომელი სისტემა ჯობია რა? რუსული სამყაროს სისტემა თუ დასავლური სისტემა? პროპაგანდის გაბრუებული ხალხიც, რავი, როდესღაც ხო მიხვდება, რომ მეფეში შველია. ჩემი აზრით, სწორი იყო აი რუსეთთან ეს მუდმივი აეკრობა. და რუსეთმა ეს ყველაფერი თავისი მენტალობიდან გამომდინარე, რომ გამოიყენა იმაში, რომ მერსედესის ნაცვლად ტანკი აეგო და ამ ტანკით შეჯილგინებულიყო მეზობელ ქვეყნები. ამ შემთხვევაში აღარ უნდა გადაარჩინოს დასავლეთმა ისე როგორც გადაარჩინა საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე. ბოლო-ბოლო მე მაგას ყველაფერს ვაპატიებ თუ რუსეთი მოგვაცილოთ. ჩემი იმედი ისაა, რომ ისინი ძალიან დეგენერატები არიან. ესენი ყოველთვის გამონახავენ ტყვიას, რომელსაც საკუთარ ფეხში ირტყამენ. ამასთან შეგუება შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს დაღუპავს ქვეყანას. ესენი თავს დაიღუპავენ. უბრალოდ კარგი იქნება თუ ქვეყანასაც არ დაუყავენ. რა ვიცი, მე მაინც მინდა დავიჯერო, რომ ჩვენ გადავლახავთ ამ სირთულეს.